რამ განაპირობა ბრიტანეთის როგორც ამერიკის ყველაზე სანდო მხარდამჭერეს და პარტნიორის ასეთი ტიპის პოზიცია, რომ ისინი თავიდანვე არ ჩაერთვნენ. ეს კითხვა ალბათ უფრო ადვილად არის პასუხგასაცემი, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაკავშირებული მიმდინარე ომთან ირანში და მთელ ახლო-აღმოსავლეთში. კირ სტარმერი აღქმული იყო ანალიტიკოსების მხრიდან, მას ტრამპ უისფერერსაც ეძახდნენ. დიდი ბრიტანეთი იყო ერთადერთი ქვეყანა ისტორიაში, რომელიც ნაცისტურ გერმანიას ებრძოდა მარტო. 5 თვალის ორგანიზაცია, რაც პრაქტიკულად ოპერატიულ ცდომას აძლევს მთელ დედამიწაზე, ერთ უძლიერეს სადაზვერვო ორგანიზაციად აყალიბებს ბრიტანეთის Mi-6. დღეს აი პირველად ბოლო ხანებში გააჩნდა კითხვები არის თუ არა სწორი ამ სისტემაში შეუზღუდავი მონაწილეობა. იქ არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც ძალიან გადაჯაჭვული არის განსაკუთრებით თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. ეს არის ბირთვული იარაღის წარმოება, დამიზნება, გაშვება და ასე შემდეგ. თავის ზომასთან შედარებით არაპროპორციული გავლენაა, მაგრამ მისი მთავარი უპირატესობა მაინც იყო ყოველთვის ის ალიანსები, რომელიც მას ჰქონდა შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მოკავშირეებთან.